მოგესალმებით კურიერს 11-ზე ამ წუთებში ბრიფინგი იწყება ჯანდაცვის სამინისტროში პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მიხელ საჯელოძის განცხადებას. საკითხები უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეს უმძიმესი დაავადება უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეს არის მედიკამენტის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც გამართლებულია ღიად და საჯაროდ საუბარი, ჩვენ მაინც ვთვლით ვალდებულებად, რომ საკითხის ირგვლივ საზოგადოებას საჯაროდ მივაწოდოთ ინფორმაცია. მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თემის ირგვლივ გახშირდა საკითხის პოლიტიზირების მიზნით, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიგერძოებული სუბიექტები. ჩვენ ყველაფრის ღიად თქმისგან შეგნებულად კვლავ შევიკავებთ თავს, მაგრამ საზოგადოებას მოვახსენებთ იმას, რის თქმის უფლებაც ამ ეტაპზე გვაქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა, ან წამალი ან არაფერი, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს, სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას კურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც ინტერესი მაღალია ამიერიდან საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ, მათ შორის და მაგალითად საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას. ახლა მოგახსენებთ მოკლედ მოთხოვნილი მედიკამენტების შესახებ. მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის $3,200,000 ღირებულების ეს მედიკამენტი. დაახლოებით 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი, ეგრეთ წოდებული EMA, იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე, ანუ დაშვებაზე. მაგალითად, EMA ამბობს თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში. ციტატას ვამბობ: 12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული FDA, რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევების 3, ახლა 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი. კვლავ ციტატას ვამბობ: მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. აი მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. ოფიციალურ წყაროებს, არა მარკეტინგულ, საქმე მინდა დავაზუსტო, გაეცანით ამ ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია.
ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს ან უკეთეს შემთხვევაში დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები. მოთხოვნილია აგრეთვე სხვა ჯგუფი მედიკამენტებისა, ამ მედიკამენტებს აქვთ FDA ავტორიზაცია, მაგრამ მათგან არც ერთს დღეისთვის არ აქვს EMA-ს ავტორიზაცია. მათგან მხოლოდ ერთ-ერთზე ჰქონდა EMA-ს პირობითი, ხაზს უსვამ ამას პირობითი ავტორიზაცია 2025 წელს 11 წლის შემდეგ. EMA-ს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილებაში ცალსახად ნათქვამია, კვლავ ციტატაა ეს, არ დასტურდება მედიკამენტის ეფექტი. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია. საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებელი მოკლე დისტროფინი, რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე. აქაც დანახულია საჭიროება შემდგომი კვლევისა და შესწავლისა. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას და აქვს როგორც FDA-ს, ისე EMA-ს ავტორიზაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ მინიჭებული ავტორიზაციებისა, ღია წყაროებში შეგხვდებათ და შემიძლია კონკრეტული, ასევე სარწმუნო წყაროების მითითება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ახლა მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად, ან იმედია გამოსარიცხად, რომ გარდაცვალების მიზეზი არის კავშირში ამ მედიკამენტთან. არც ამ მედიკამენტის საკუთარ სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები, ისე როგორც მანამდე ნათქვამებთან დაკავშირებით. ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს და ემზადებიან დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი თუ რა მიდგომა იქნება არჩეული და ეს კი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც ამ მედიკამენტების სხვებისაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე. მაგრამ ახლა, ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ ამ დრომდე არ დანერგვის მიზეზი მათ შემთხვევაში ის არის, რომ ან ვერ იმეტებენ მაგალითად ყოველწლიურად $700,000 წამალს თითოეული პაციენტისთვის, ევროპული ეს სახელმწიფოებიც ამ საკითხს უდგებიან გონივრული სიფრთხილით. ამრიგად მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე ჰქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება. აქვე აღნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და უფრო მეტიც სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ეგრეთ წოდებულ კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად. სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება რეალურად ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ამრიგად, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ პარალელურად გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ თუ არაიშვიათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით. იქნება ეს ონკოლოგია თუ გაფანტული სკლეროზი თუ ნებისმიერი სხვა. მინდა დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა. უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ. მართლაც 10 წლის წინ კითხვა არ არსებობდა და პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ გაჩნდა კითხვები. იმედი მაქვს, რომ ასეთი პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვს მათ შორის განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც.
რომლებიც ამ დრომდე ასევე თავს იკავებენ ამავე მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისაგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდეც და არა იმის გამო, რომ მაგალითად რომელიმე ვთქვათ სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე წლიურად საშუალოდ 2.5 მილიონის წამლის დაფინანსება. და ბოლოს არიან ევროპული სახელმწიფოები, როგორც თქვით, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, აი ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად ნორვეგია იქნება ეს, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი, აღარ გავაგრძელებ ამის ჩამოთვლას. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება. აი ეს საკითხია, რომლის გამოკვლევაზეც და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ ყურადღებისთვის და ახლა მზად ვარ, რომ უპასუხოთ თქვენს კითხვებს. ერთი წამით, ბოდიში, ეხლა ერთი წამით მოვალთ ყველასთან. აპატიეთ, თუ შეიძლება თავიდან რომ დასვათ. ამერიკანების თუ შეიძლება ვთქვათ დაახლოებით რაბადებთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება ვარაუდოთ, რომ ამ კითხვებს გაეცემა პასუხები და მოგვდება ეს საკითხი. კი, ეს მნიშვნელოვანია, კარგად გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე ახლა ამ ეტაპზე ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ამის თქმა ჩემთვის მით უმეტეს შეუძლებელია იმ ფონზე, რომ ამას ვერ იძახის მაგალითად ინგლისის ხელისუფლება, ამას ვერ იძახის EMA, ამას ვერ ამბობს ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ ბუნებრივია, რომ ხედველობაში ვღებულობთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისეთ ფაქტორებს, თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში. აი ამიტომაც ზუსტად იმის თქმა შეუძლებელია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხი გქონდეს იმ კითხვებზე, რომელზეც მანამდე მოგახსენებდით. ესეთია მდგომარეობა. ზუსტი თარიღების დასახელება მე სამწუხაროდ არ ხელმეწიფება. რეგულირებასთან დაკავშირებით ასეთაც არსებობს. როგორც იკროვა ამ სინდრომის მქონე პაციენტებს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები ესაჭიროებათ, თუ შეგიძლიათ ვთქვათ გარკვეული რა თანხმებთან არის. ხო, ამაზეც ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, სხვადასხვა ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო მოსაზრებები ვრცელდება, მაგრამ უნდა ვთქვა რა, პირველი რაც მნიშვნელოვანია, ასეთი წამალი რომ ერთი წამალი ერგებოდეს ყველას და ასე შემდეგ, ესე არ არის. მაგალითად, ერთ-ერთი დასახელება და მე შეგნებულად თავს ვიკავებ, რა თქმა უნდა, კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან. თქვათ ეს ადაგება გარკვეულ ჯგუფს, შეიძლება გამოყენებადი იყოს გარკვეული ჯგუფის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ საშუალო რაოდენობა ასეთი პაციენტებისა ჩვენი პოპულაციის გათვალისწინებით უნდა იყოს სავარაუდოდ დაახლოებით 100 პაციენტი, აი ამ მიდამოებში დაახლოებით. ყველასთვის ერთი და იგივე წამალი რელევანტური არ არის. აი ყველა სხვადასხვას თუ გავითვალისწინებ და არაერთგვაროვანი ფასები არის მაგალითად წამალი, რომელსაც ერთჯერადი ფუნქცია აქვს, ერთხელ უნდა გაკეთდეს, თუმცა აი მათ შორის არის ის წამალი, რომელზეც ვისაუბრე მანამდე და უსაფრთხოების პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში მისი ღირებულება, როგორც მოგახსენეთ, $3,200,000-ია. არის წამლები, რომელიც ყოველწლიურად გამოყენებას საჭიროებს და არის დაახლოებით $700,000 ყოველწლიურად გადასახდელი. ნუ რა თქმა უნდა, რომ ეს არის ფასები, რომელიც არის ასე ვთქვათ, საწყისი ფასები. შეიძლება ამას მცირე კლება ჰქონდეს, ან მნიშვნელოვანი კლება ჰქონდეს, მაგრამ ასეთ რიცხვებზეა საუბარი. ეს ბუნებრივია, რომ ნიშნავს იმას, რომ თუ კი საშუალოდ ჩვენ მიანგარიშებთ მაგალითად ერთ პაციენტზე საშუალოდ რა რაოდენობის დანახარჯი შეიძლება იყოს საუბარი, ეს დაახლოებით უტოლდება, თუ კი მთლიანად გავითვალისწინებთ, საშუალოდ დაახლოებით $100 მილიონამდე. თუ კი ყველას
იქნება ყველასთვის შესაბამისი მედიკამენტი შეძენილი. სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის მიმართულებით. თქვენ უსმენთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც ბრიფინგი გამართა, ისაუბრა EMA-ს და FDA-ს საერთაშორისო დასკვნებზე, ასევე იმ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს არსებობს გარკვეულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. დეტალებს უკვე მოგიყვებით კურიერში 12 საათზე, სწორედ ამ დრომდე გემშვიდობით.